უნდა ჩაგვერთოს, ცოტნე გამსახურდია გვერდდება, მოგესალმებით ბატონო ცოტნე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, სანამ საკუთრივ ჩემს კითხვებზე გადავიდოდე, მე მინდა ბატონ ზურაბ ნიჟერაძის კითხვას თემას დავუბრუნდე ხაიშიდან. აი კონკრეტულად ხუდონჰესთან დაკავშირებით მე მაქვს ერთი კითხვა, სანამ უშუალოდ საკუთარ კითხვებზე გადავიდოდე. ხუდონჰესთან დაკავშირებით ოფშორულ კომპანია ტრანსელექტრიკას რომელიც ესე იგი რომელმაც უნდა ააშენოს და რომელიც უნდა იყოს მფლობელი და ოპერატორი ამ გიგანტური ჰესისა, ტრანსელექტრიკას 2015 წლის დეკემბერში ხელშეკრულების ვადა გაუუვიდა. აპირებს თუ არა იმ პირობების დარღვევების განხილვას, ამ კონკრეტული სანქციების დაწესებას ამ კომპანიაზე და სხვათა შორის ამ QS-ის კომპანია გახლავთ, რომლის თუ სწორად მახსოვს ტექნიკური დირექტორი გახლავთ შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლების დროინდელი ოდიოზური კორუფციაში არაერთხელ დადანაშაულებული პიროვნება ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი დავით მერჩხულოვი. რა რეაგირებას გაკეთებას აპირებს ბატონი მინისტრი უკვე 2015 წლის დეკემბრიდან ასე ვთქვათ ვადაგასულ ხელშეკრულებას კომპანია ტრანსელექტრიკის. რაც შეეხება კონკრეტულ ხელშეკრულებას, ოდნე რომელზეც თქვენ საუბრობთ, ხუდონჰესთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, იქ თქვენ თუ კარგად გაეცნობოდით ამ ხელშეკრულებას, კარგად არის მოცემული ის, რომ გარკვეული ვალდებულება სახელმწიფოს გააჩნია. ანუ ვალდებულება არის ის, რომ ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად უნდა მოვახერხოთ აზომვითი სამუშაოების ჩატარება, ქონებების შეფასება. ეს ყველაფერი რადგან ვერ განხორციელდა, შეიძლება ითქვას, რომ ეს კომპანიის მხრიდან არ ყოფილა კონტრაქტის დარღვევა. ამაში გარკვეულწილად შეიძლება ჩვენი დახმარებაც იყოს საჭირო, თუმცა მე აღვნიშნე ასევე ის, რომ კონკრეტული ჰიდროელექტროსადგურის განხორციელება არის გარკვეულწილად დაკავშირებული ადგილობრივ მოსახლეობასთან. ეს არის ძალიან მძიმე სოციალური პროექტი, გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, იმიტომ იქ არის გარკვეული მოსახლეობის ნაწილი, ვინც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ამ პროექტის განხორციელებას. ამიტომ ძალიან ბევრი სირთულე ახლავს ამ პროექტის განხორციელებას და კონკრეტულად ეს დარღვევა რაც იყო კომპანიის მხრიდან არ ყოფილა განხორციელებული. ანუ თქვენ კომპანიას პასუხისმგებლობას უხსნით ამ შემთხვევაში. ნუ მე არა, მემორანდუმი. მე ვერ მოუხსნე, არსებობს მემორანდუმი და მემორანდუმი. მემორანდუმი მე რამდენადაც მახსოვს საშუალებას იძლევა სწორედ რომ იყოს იქ კონკრეტულ ვალდებულებებზე საუბარი კომპანიის მხრიდან, ასევე შეგახსენებთ რომ ეს გახლავთ ოფშორული კომპანია, ხსენებულმა დავით მერჩხულოვმა ჯერ კიდევ თითქმის 2 წლის უკან შეჰპირდა საზოგადოებას რომ ეს კომპანია გამოვიდოდა ოფშორიდან და ჩვენ ქართულ საზოგადოებისათვის ცნობილი გახდებოდა თუ ვინ დგას რეალურად ამ კომპანიის უკან. კარგი ბატონო კახა, თქვენი პოზიცია გასაგებია, ახლა მე გადავალ უკვე საკუთრივ შემდეგ საკითხზე. აი თქვენ ბატონ ზურას იგივე, როდესაც მან საარჩევნო დაპირება შეგახსენათ დიდი გიგანტური ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის აკრძალვასთან დაკავშირებით, თქვენთვის ჩვეულ სტილში ასე ვთქვათ, მას მიმართეთ თქვენეული რიტორიკით ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, რაღაც საქართველოს გაბრწყინებაზე და ასე შემდეგ. მოკლედ ახლა ჩვენ ბევრჯერ მოგვისმენია მსგავსი რიტორიკა, ეს ჩვენთვის ახალი არ არის, ეს სხვათა შორის ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებებიდან მოდის. თუმცა ჩვენ კონკრეტულ კითხვაზე საარჩევნო დაპირების შესრულებასთან დაკავშირებით პასუხი ვერ მოვისმენთ. ახლა მე მინდა გკითხოთ თქვენ, ენერგეტიკული განვითარების სტრატეგია და გეგმა მე როგორც ვიცი არ გაგაჩნია. რის საფუძველზე არჩევთ თქვენ თუ რომელი პროექტი არის და რის განხორციელება არის მიზანშეწონილი. მემორანდუმები გაცემული არის ამ ერთ ცისქნა ქვეყანაში 120-ზე მეტი ელექტროსადგურის მშენებლობაზე. საიტზე გამოტანილი არის კიდევ 50-ზე მეტი მდებარეობა. ხომ არ ვარიგებთ ჩვენს მიწა-წყალს ნისლით და საერთოდ რაზეა საუბარი, რა ენერგეტიკის განვითარებაზეა საუბარი, თქვენ წარმოდგენა გააქვთ, მე პირდაპირ გკითხავთ, რას აკეთებთ, როდესაც არ გაქვთ სტრატეგია და განვითარების გეგმა? აი ჩემი ერთი კითხვა ეს იქნება. მე ვფიქრობ პირველ რიგში უნდა ვიყოთ, ასე რომ ვთქვათ, კონსტრუქციულები, არ უნდა გადავიდეთ ერთმანეთის შეურაცხყოფაზე. რა თქმა უნდა, მე გამაჩნია წარმოდგენა, რას აკეთებს ენერგეტიკის სამინისტრო. მე ვარ დღეს ამ დარგის ხელმძღვანელი და ნამდვილად მეამაყება ის, რაც ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში შევძელით და დარწმუნებული ვარ, თითოეული
ჩვენი ქვეყნის მოქალაქე იამაყებს იმ განხორციელებული პროექტების, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა, მიმდინარეობს და სამომავლოდ განხორციელდა. წარმოუდგენელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური გაძლიერება, თუ ჩვენ ენერგეტიკულად არ ვიქნებით განვითარებული და თუ ჩვენ ისე ვიქნებით დამოკიდებული როგორც წლების განმავლობაში ელექტროენერგიის თვალსაზრისით ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე, მერწმუნეთ საქართველოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურად განვითარება წარმოუდგენელია. მე ვფიქრობ, ცოტნე ეს ძალიან კარგად უნდა გესმოდეთ თქვენ და მე ვფიქრობ, ეს ძალიან კარგად იცით თქვენ განათლებული ადამიანი ბრძანდებით. რაც შეეხება პასუხის ვერ მიღებას წინასაარჩევნო დაპირებაზე, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ასე რომ ვთქვათ, გაშლილად მოგაწოდეთ პასუხი. ჩვენ არც ერთ წინასაარჩევნო გამოსვლაზე, არც საარჩევნო პროგრამაში არ გვითქვამს ის, რომ ვარს ვიტყოდით ქვეყნის ენერგეტიკულ განვითარებაზე. ყველა პროექტი, რომელიც ხორციელდება ბოლო წლების განმავლობაში, ეს იქნება ჰიდროელექტროსადგურები, ეს იქნება თბოსადგურები, ყველა პროექტები აუცილებლად ხორციელდება გარემოს დაცვის ზემოქმედების შეფასებით დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, სადაც დეტალურად არის გაწერილი წარმოდგენილი ყველანაირი კვლევა, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ყველანაირი საშიშროება თუ უბედურება და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამიტომ ის, რომ საქართველოში ამდენი პროექტი ხორციელდება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი, რადგან ეს ბატონო კახა, დიდი მადლობა, ძალიან გთხოვთ, მოკლედ დავასრულებ, კი, რა თქმა უნდა. ეს ჩვენ ქვეყანაში ხორციელდება, ყველა ამ პროექტის განხორციელების დროს საქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, მათ ეძლევათ ხელფასები და შესაბამისად ამ პროექტების განხორციელების შემდეგ იქნება მუდმივი სამუშაო ადგილები. რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ მიუთითებ იმაზე, რომ ყველა ის რესურსი, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია, უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად, რაციონალურად, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის რაციონალურ გამოყენებაზეა საუბარი. ქალბატონო წამყვანო, ახლა თუ მონოლოგის რეჟიმი იქნება, რა გააზრია ჩვენ მონაწილეობას. სწორედ რაციონალურ გამოყენებაზე ვეუბნები, ბატონ მინისტრს მე რომ არა აქვს სტრატეგია და განვითარების გეგმა, რომელ რაციონალიზმზეა აქ საუბარი. რა გეზეშეებზე ლაპარაკობს ადამიანი, ბოლო იყო დაწერილი 2004-2005 წლებში, ჩვენ მუშაობთ ახალ სტრატეგიულ ენერგეტიკულ არა მხოლოდ ელექტროენერგიის თვალსაზრისით, მთლიანად ენერგეტიკულ განვითარებას გრძელვადიან გეგმაზე, რომელიც ძალიან მალე დაიდება და მე კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადაუხადო EU-SAID-ს დახმარებისთვის, ისინი ასევე EBRD-ს, რომელიც აქტიურად არიან ჩართული ამ დოკუმენტაციის მომზადებაში, თუმცა კონკრეტულად პროექტების განხორციელებას რაც შეეხება, აქაც მარტივად გამოვდივართ, ჩვენ ვხედავთ, რამდენია ქვეყანაში მოხმარება, როგორ იზრდება ყოველწლიურად და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის დეფიციტი, რაც დღეს გააჩნია საქართველოს, რომ მომავალი წლების განმავლობაში იქნეს დაკმაყოფილებული ადგილობრივი მოსახლეობის მოხმარება ელექტროენერგიის. დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. მორიგ მაყურებელთან გადავდივართ, გიგი. ბატონო, ცოტნე ბოლო რეპლიკა, ძალიან გთხოვთ, ძალიან მოკლედ. ბოლო რეპლიკა. აი, როდესაც ბატონი მინისტრი ქვეყნის ენერგეტიკულ განვითარებაზე საუბრობს, აი, რაზე საუბრობს კონკრეტულად? ეს ენერგია თუ ექსპორტზე გავა, ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი აქედან ფაქტიურად არ იქნება. გარდა იმისა, რომ ესე იგი ამ 120 თქვენ წარმოგიდგენთ ამ ხელისუფლების საქართველოს მათ შორის ათეულობით გიგანტური ჰესის გარემოსთვის მიყენებული ზიანი გაიხსენეთ და რეალის ხეობა რა მოხდა გაიხსენეთ რა ხდება სვანეთში გეოლოგიური დასვნის გარეშე როდესაც ხდება ეს გიგანტური ჰესების მშენებლობა რა მდგომარეობაშია მოსახლეობა მაღალ დიდი მადლობა ბატონ ცოტნე და ერთი წუთით და ეს ენერგია თუ ექსპორტზე უნდა გავიდეს ეს ერთი საკითხია და თუ ადგილობრივი მოხმარებისთვისაა გათვალისწინებული ეს საერთოდ მეორე ბატონი მინისტრი საერთოდ ვერ ერკვევა თემაში მე მაპატიეთ აი სწორედ ამ მისი პასუხიდან რაღაც ზოგადი ფრაზებიდან სათხობს დიდი მადლობა ბატონ ცოტნე კარგით მე უპასუხებ ბატონი ცოტნე აშკარად აცნენილია რეალობას აშკარად სხვა სამყაროში ცხოვრობს რაც შეეხება გამომუშავებულ ელექტროენერგიას მინდა გითხრათ რომ 8 თვის განმავლობაში ეს არის ის 8 თვე, როდესაც ჩვენ ყველაზე მეტი დეფიციტი გვაქვს და ყველაზე მეტად გვჭირდება ელექტროენერგია. ამ ჰიდროელექტროსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგია 8 თვის განმავლობაში რჩება საქართველოში. დანარჩენი 4 თვის განმავლობაში, როდესაც ჩვენ გვაქვს ჭარბი ელექტროენერგია, მათ აქვს შესაძლებლობა ეს ელექტროენერგია გაიტანონ, გაყიდონ თურქეთში, თურქეთის გავლით ევროპულ ქვეყნებში. ასევე მინდა გითხრათ, რომ არც ერთი ეს პროექტი არც ერთი ჰიდროელექტროსადგური განთავისუფლებული არ არის გადასახადებიდან, ის როგორც ნებისმიერი საწარმო იხდის გადასახადებს, ასევე ყველა ეს პროექტი და ყველა ეს კომპანია, რომელიც არის წარმოდგენილი, ჩვეულებრივად ყოველწლიურად იხდის გადასახადებს ადგილობრივ ბიუჯეტში, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და მუნიციპალიტეტისთვის. დიდი მადლობა ბატონო კახა, გადავდივართ მორიგ